ქართული ოცნების პარლამენტმა ახალი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პროტესტის ფონზე განიხილა. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე წესები მკაცრდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი გაცილებით რეპრესიულია, ვიდრე ოცნების მიერ თავდაპირველად მიღებული რუსული კანონი. მათი თქმით, ცვლილებები ივანიშვილის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მრავალი წლით ციხეში გაუშვას არამხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ კრიტიკულად განწყობილი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. ეს არის დასაწყისი, ასე იწყებოდა მაშინაც, სულ რამდენიმე ათეული კაცით პარლამენტის უკან, თუმცა მაშინ შევძელით ჩვენ ყველამ ერთად ის, რომ 10,000-ობით და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქემ დაარყო თბილისის ქუჩებში და თუ სწორად ვიმოქმედებთ და თუ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იგრძნობენ ზემოჩამოთვლილი სუბიექტები, შესაძლებელია დღეს პირველი მოსმენით იღებენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს და ინიციატივებს, თუმცა მომდევნო მოსმენებისას აქ იდგეს 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო მეტი ადამიანი. ქართული ოცნება ბოლო 2 წელია ხედავთ როგორც ჩაახშოს საზოგადოებრივი აზრი, კრიტიკული აზრი და კიდევ ერთხელ დაინიცეს ახალი კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ისე მხოლოდ ამაზე. ეს გრანტების შესახებ კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე, ნებისმიერ ფიზიკურ პირზე ქონდეთ ძალაუფლება, ეს დისკრეციული უფლება, რომელიც უფლებას მისცემს მათ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მიუპაკუნեն კარებზე და დააკავონ. ფაქტობრივად საქართველოში ოჯახი აღარ არსებობს ოჯახი, რომელსაც იმიგრანტი არ ყავს უცხოეთში. ასე უცხოეთიდან ჩარიცხული ფული უკვე სამიზნედ გაქცევს ქართული ოცნები. სამიზნეზე ერთად უბრალოდ გახდების სუბიექტი, რომელიც მარტივად დაკავებადი იქნება კრიტიკულ აზრს აფიქსებს მომაღლა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შესულ და პარლამენტიდან გამოსულ ოცნების დეპუტატებს დღეს შეძახილებით ხვდებოდნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციელები მოქალაქეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავდნენ. არა,